რუსეთ-საქართველოს ომი, რომელმაც 228 მშვიდობიანი მოქალაქის 170 სამხედროს და 14 პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომელთაც არ ჰქონდათ მშვიდობის მყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე გამთენისას შემოიჭრნენ და სამხედრო იერიში წამოიწყეს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს 23 საათსა და 35 წუთზე ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებით და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. ომი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12 აგვისტოს სამხედრო მოქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თემების მავთულ ხართებით დაყოფას, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გადაცებებს, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მილიტარიზაციას. 2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომში ქართულ მხარეს ბრალი არ მიუძღვის და დამნაშავეებად რუსული და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები გამოცხადდნენ. ჰააგის გარდა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა ევროსასამართლომაც. 28 აპრილის გადაწყვეტილებით სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა გაერთიანებებმა. ადგილზე არ მისვლან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რადგან ისინი ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევენ. ომის დაწყებაში დამნაშავედ კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას და ბოლო დროს გლობალური ომის პარტიასა და დიპ სტეიტს აცხადებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მთელი მსოფლიო და ქართველი ხალხი 7 აგვისტოს აღიარებს თარიღად, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. განიზრახეს საქართველოს ოკუპაცია. პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა. მათი თქმით, ათეულობით წლებია, რაც საქართველოს ბოროტი აგრესორისაგან თავის დაცვა უწევს. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ყავს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს. ჩვენ დღეს ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს და მის ამხსოვნებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არასოდეს დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი პარადეს საქართველოს. Ენი ვალია თითოეული ქართველის, რომ ამ გმირებს, ამ ადამიანებს ყოველთვის პატივი უცეთ, მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი, იმიტომ რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ რა არის ღირსება, რა არის თავდადება და რა არის გმირობა. ჩვენ ხედავთ ბოლო მთელი ამ 6 თვის განმავლობაში, როგორ მუშაობდა ეგრეთ წოდებული კომისია, სინამდვილეში ხალატის კომისია, რათა გადაეწერა არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, არამედ გადაეწერა ქართული ღირებულებები. გაეუქმებინა ისეთი ფასეულობა, როგორიც არის თავმოყრება, როგორიც არის ღირსება და როგორიც არის სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. 17 წელი გავიდა ომის დაწყების და 17-ვე წელს მე ამოვდივარ, იმიტომ რომ ჩემ მებრძოლ მეგობრებს, რომლებიც არ მომკვდარა, გარდაიცვალენ და ქვეყანას შეუნარჩუნეს ღირსება. ყოველთვის ამოვალთ და ისე გავაკეთებთ, რომ იმ საქმეს, რაც ამათი ახალგაზრდა სიცოცხლე შეეწირა, ფუჭად არ ჩავარდეს და ჩვენ არ გავხდეთ რუსეთი. 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა სევდა, უდიდესი ტკივილი, მონატრება, მაგრამ ამასთან ერთად დაგვიტოვა ძალიან ძლიერი სიამაყის განცდა. ჩვენმა გმირებმა თავი გაწირეს, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ჩვენ სამშობლოს, ჩვენი სამშობლოს კეთილ, დღეგრძელ, ბედნიერ და დამოუკიდებელ მომავალს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავურქვიოთ გზიდან, რომელიც გადის სამშობლოს სიყვარულზე, რომელიც გადის ჩვენი ქვეყნის ძლიერებაზე. დიდება გმირებს, გაუმარჯოს საქართველოს. პარტია გახარიას საქართველოსთვის წევრები სოფელ ერგნეთში ჩავიდნენ, სადაც აგვისტოს ომის მუზეუმს ესწრებდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუზეუმი დაათვალიერეს. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას
მძიმე დღეებია 7-8 აგვისტო. ჩვენ კარგად გვახსოვს რა ხდებოდა ამ დროს აქ ამ ადგილას და ზოგადად საქართველოში ეს არიან ჩვენი გმირები, ადამიანები, შინდისის გმირები და ყველა ის ჯარისკაცი და ქართველი, ვინც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან სამაგალითო ხალხი, ვისი მაგალითითაც ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები. დღეს ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციას და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სამწუხაროდ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული ოკუპანტის მიერ, სამწუხაროდ დღეს ჩვენ ამდენი წელი გავიდა 2008 წლის შემდეგ და გვაქვს ვითარება, როდესაც არა მხოლოდ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, არამედ დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის უკვე რუსული რეჟიმი, რომელიც ამ რბილი ძალით ცდილობს უკვე არა მხოლოდ 20% დაეპატრონოს, არამედ დაეპატრონოს მთელ ქვეყანას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის რაც მტერმა ვერ განახორციელა 2008-ში მას გამოუვიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მასიური ჩარევით და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, როგორც სააკაშვილი ამბობს, ახლა რუსეთი ივანიშვილის ხელით ცდილობს საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გახადოს, რაც მისი თქმით არ გამოუვათ. დღეს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპაციის წინააღმდეგ სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მოქალაქეებს ხელში ეჭირათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები სხვადასხვა წარწერით. დიდება აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს არ გაბედოთ, ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა მთა თავისუფლებისთვის წერს, რომ 7 აგვისტოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე შეკრება არის მშვიდობიანი აქცია, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ გაიხსენონ, როგორ ყოფს ქვეყანას რუსეთის საოკუპაციო ხაზი. პატივი მიაგონ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებს და პროტესტი გამოხატონ რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის პოლიტიკაც ქვეყანას ტერიტორიებს შეუმჩნევლად აკარგვინებს.